მეათე საუკუნით დათარიღებული ეს საგალობელთა კრებული იადგარი პალესტინაში წმინდა საბა განწმენდილის სახელობის მონასტერშია გადაწერილი. ლიტურგიკული კრებული ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში დაწესებულ საეკლესიო დღესასწაულთა საგალობლებს მოიცავს და ჰიმნოგრაფიის განვითარების უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს. იადგარი სამ ნაწილად არის აკინძული, თავად მასალა კი ჭილეტრატს განეკუთვნება. ეტრატი არის ცნობილია სხვაგვარად კიდევ პერგამენტი. იყო არაუდი ასეთი გამოთქმული, რომ ბუნებრივიც არის, რომ საბაწმინდიდან არის ჩამოტანილი, იმიტომ რომ პაპირუსზე შექმნილი ხელნაწერები სწორედ ამ გარემოში იქნებოდა. ეს ჩემი აზრით სწორი არ არის. პაპირუსზე შექმნილი ხელნაწერები პაპირუსის ტექნოლოგია პაპირუსისგან გაღალდეს, ასე ვთქვათ, პირობითად საწერი მასალის მისაღებად, ეს ეგვიპტური ტრადიცია, ამას ნილოსის საუზი ჭირდება, სადაც ეს ფიზიკურად მოდის პაპირუსი და მთელი ტექნოლოგიაც მათი მიერ არის დამუშავებული და ძველი ქრისტიანული ხანის ძეგლები, რაც კი არის შემონახული პაპირუსზე, დიდი უმრავლესობა, თუ ყველა არა, მე ახლა ეგრე ზუსტად არ შემიძლია თქვა, არის ეგვიპტური წარმოშობის. იქ იყო პრობლემა აგრეთვე სინასტაზე ყოველ შემთხვევაში პერგამენტის არსებობის და ძვირი მასალაა ძალიან და ამიტომ შესაძლებელი იყო პერგამენტის ნაკლებობას ბევრნაირად ავსებდნენ ხოლმე ისინი ხელახლა წერდნენ ხოლმე ძველ პერგამენტზე, ამიტომ ამას პაპირუსები ქვია და აი ამ შემთხვევაში ძალიან იშვიათი შემთხვევა, როდესაც ნაწილი პაპირუსით არის, ნაწილი პერგამენტით გაკეთებული ხელნაწერი. ისტორიული წყაროების მიხედვით იადგარი ეპისკოპოს პორფირი უსპენსკის აუკინძავს და მე-19 საუკუნეში საბაწმინდის მონასტრიდან ჩამოუტანია. ხელნაწერის პირველ ნაწილში ასომთავრულით ასეთ სიტყვებს ხვდებით: ქრისტე შემიწყალე იოანე. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იოანე იადგარის მფლობელი უნდა ყოფილიყო. ლიტურგიკული კრებულის დათარიღებას კი კიდევ ის გარემოება ადასტურებს, რომ მონასტერში მე-10 საუკუნის ქართლის მოქცევის ხელნაწერში იგივე სიტყვები, იგივე ხელწერით გვხვდება. ზუსტად ასეთი წარწერა, ერთ-ერთი სიტყვა თვითონ ტექსტიც და პალეოგრაფიაც აღმოჩნდა სინასტაზე მე-10 საუკუნის დასაწყისის, შემთხვევაში პირველი 30-იანი წლების ხელნაწერში. ეს არის ქართლის მოქცევის ტექსტი და ასურელი მამათა ცხოვრების ტექსტი და მათ ამ ორ ტექსტ შორის შუაში არის მინაწერები და ერთ-ერთი მინაწერი ზუსტად ამ ხელით შესრულებულია. თანაც ერთ-ერთ სხვა მინაწერში კიდევ მოხსენებულია, რომ ეს ხელნაწერი შეუწირავს სინასტისთვის იოანე არშუშა ყოფილ იოანეს. ესე იგი ისიც იოანე იყო და შესაძლებელია ეს პირები ერთი და იგივე იყოს, ძნელი წარმოსადგენია სხვაგვარად ასეთი დამთხევა პალეოგრაფიული და შინაარსობრივი ამ მინაწერისა, ისე რომ მაშინ უკვე ადვილად დათარიღდება ეს მე-10 საუკუნის დასაწყისს და ასეთი მოსაზრება იყო გამოთქმული და როგორც ჩანს უკვე დოკუმენტურად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ დადასტურდა ეს მოსაზრება. ლიტურგიკული კრებული ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავში ინახება. გადაწერისას ავტორს შავი და წითელი მელანი აქვს გამოყენებული და ასომთავრულითა და ნუსხურით არის შესრულებული. თვითონ ხელნაწერი ძალიან უცნაური ხელით არის, თქვენ ნახავთ ამას, ასომთავრული ნარევით ნუსხურში, მაგრამ ძალიან უცნაური ხელით, რომელიც არ იყო დამახასიათებელი ქართულისთვისაც კი, ამიტომ იყო, რომ უსპენსკიმ, რომელმაც წამოიღო, ვერ მიხვდა, რომ ქართული იყო და ეთიოპური უწოდა მას, ყველაზე მგონი ახლა საწერი ეთიოპური. როგორც ცნობილია, ტყავისგან დამზადებული საწერი მასალის, იგივე ეტრატის გამოყენება აღმოსავლეთ ქვეყნებში უძველესი დროიდან დაიწყეს. შემდგომში კი ქალაქ პერგამონში ელინისტურ პერიოდში ხელოსნობის კონკრეტულ დარგადაც ჩამოყალიბდა. მისი დამუშავება სპეციალურ პროცედურებს მოიცავდა და სწორედ ამიტომ ეტრატზე წერის დროს ორივე მხარეს იყენებდნენ. ამ ყველაფერთან ერთად მასალის მიღების ხანგრძლივობის გამო პერგამენტი საკმაოდ ძვირადღირებულიც იყო. უძველეს ხელნაწერებში, რომელიც ეტრატზეა შესრულებული, ხშირად ხვდებით ნაწერის მეორე ფენას, იგივე პალიმფსესტურ ფურცლებს, რაც მასალის მეორად გამოყენებას გულისხმობს. იმის გამო, რომ ნაკლებობა იყო და ძვირი იყო პერგამენტი, მას
გადარეცხავდნენ და ახლიდან დაწერდნენ. ამ შემთხვევაში ბერძნული ტექსტია ქვედა, მეხუთე საუკუნის ბერძნული, ასე ითვლება სპეციალისტების მიერ და როგორც ჩანს ის გამოუყენებელი იყო ქართველებისთვის და გადარეცხეს, გადაფხიკეს და ზევიდან დააწერეს ქართული ტექსტი. მაგრამ ქვევით ტექსტი მაინც ჩანს. იადგარში 8 ეტრატის ფურცელი სწორედ პალიმფსესტს წარმოადგენს. მათ ქვედა ფენაზე ძველი ბერძნული ტექსტია დაცული. მისი შინაარსი პირველად ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა გრიგოლ წერეთელმა შეისწავლა და მეცნიერი 1928 წელს ბელგიაში გამოცემულ ნაშრომში წერდა, რომ ეტრატის პირველ ფენაზე მეხუთე საუკუნით დათარიღებული ახალი აღთქმის ფრაგმენტები ამოიკითხა. ეს გახლავთ ახალი აღთქმის ერთ-ერთი წიგნის პავლეს ეპისტოლე ტიტეს მიმართ. ფრაგმენტი აი ამ ეპისტოლიდან. ხოლო მოგვიანებით დადასტურდა კიდევ ორი ფურცელი, პალიმფსესტური ფურცელი და ეს არის ისევ ახალი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი, ამჯერად უკვე პავლეს ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ. ეს გახლავთ მაიუსკულა ბიბლიკა ნაწერი, საკმაოდ სხვილი შრიფტით ნაწერი ბერძნული ტექსტი, გრიგოლ წერეთელმა დაათარიღა მეხუთე საუკუნით და ეს არის ახალი აღთქმის ერთ-ერთი საკმაოდ ძველი ფრაგმენტი. და ძალიან საინტერესოა ტექსტოლოგიური თვალსაზრისითაც თავისი სიძველის გამო. ისტორია, რომელიც განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია ბერძნული ტექსტისა და ხელნაწერთა ისტორიისთვის, ეროვნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომლებმა რამდენიმე ხნის წინ ერთ კრებულადაც გამოსცეს. საინფორმაციო შინაარსის ჟურნალი ინგლისურენოვანია და როგორც ავტორებმა აღნიშნეს, ის ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გავრცელდება. კვლევამ დაადასტურა, რომ ეს ორივე ნაწილი წარმოადგენს ერთი ბერძნული ხელნაწერის ორ ფურცელს. ერთ შემთხვევაში ეს ბერძნული ხელნაწერის ფურცელი გაჭრილი არის ვერტიკალურად და მისი ერთ-ერთი ნაწილი არის გაკეცილი ორად და ჩაკინძული აი ამ ხელნაწერში, ქართულ ხელნაწერში. ხოლო მეორე შემთხვევაში იმავე ბერძნული ხელნაწერის ფურცელი არის ჰორიზონტალურად გაჭრილი შუაზე, გაკეცილი ორად და სოციალურ თავდაყირა არის ჩაკინძული აი ამ ჭილეტრატის მესამე ტომში. მთლიანად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სხვადასხვა ეპოქაში გადაწერილი 4570 პალიმფსესტური ფურცელია დაცული.